გამარჯობა. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არა მხოლოდ Excel და Microsoft Office-ია. ასევე ძალიან მიყვარს Google კალენდრის გამოყენება, ხანდახან თვეები და შეიძლება ბევრად უფრო მეტიც კი დაგეგმილი მქონდეს კალენდარში. ამისათვის ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგალითად სხვადასხვა დროის სარტყელებს, ევროპული დროის სარტყელი მაქვს გამოტანილი, იმიტომ რომ ასევე მიწევს მუშაობა ამ დროზე, შესაბამისად მაქვს თბილისის დროის სარტყელიც და პლუს მაქვს სახელმწიფო დასვენების თარიღები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ ვიცოდე დაგეგმვის პროცესში. აი სწორედ ასეთი იდეით მომმართა ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილემ და მინდა სპეციალურად ვიდეო გაკვეთილი შემოგთავაზოთ. მოდით ვნახოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით კალენდრის გაშლისთანავე Google-ში ჩვენ ვხედავთ მარცხენა მხარეს მოცემული გვაქვს სხვადასხვა კალენდრები, რომლებიც შეგვიძლია გავააქტიუროთ და დავინახოთ თუ რა ხდება შიგნით და ასევე გადავდივართ setting ნაწილში იმისთვის, რომ კონკრეტული რაღაც კალენდარი დავამატოთ. კალენდრის დასამატებად გვაქვს ესეთი აწილი add კალენდარი, რომელშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ და subscribe to calendar-ში შეგიძლიათ დააჭიროთ და ვინმეს კონკრეტული კალენდარი, ასე ვთქვათ, დაიმატოთ და გამოიტანოთ. თუმცა create a new calendar-ი ასევე შეგიძლიათ შექმნათ თუ რომელი ზონისთვის გინდათ, დროით სარტყელს გულისხმობ და ასევე შეგვიძლია ვნახოთ კიდევ რაღაცა browse calendar-ი, რომელიც შეიძლება მოვიძებნოთ და ვნახოთ. და აი როგორც ხედავთ, სწორედ აქ გახლავთ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, კალენდრები, მათ შორის არის holidays in Georgia, ანუ დასვენებები საქართველოში. ასევე შეგიძლიათ ჩამოშალოთ და აირჩიოთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თქვენ გინდათ და ეს გამოგიტანთ დასვენების დღეებს. მაგალითად, რა ვიცი, ნებისმიერი, როგორც გითხარით, რომელიც გაგიხარდებათ, შეგიძლიათ დაამატოთ. დაამატებთ მაგალითად, აი ავიღოთ მაგალითისათვის ვიპოვოთ და გავაკეთოთ მაგალითად სახელმწიფო დასვენების დღეები რუმინეთში. მოვნიშნავთ ამას, ჩავთავთ შესაბამისად და უკვე როდესაც გამოვალთ ჩვენი კალენდრიდან, აი აქ დავინახავთ, რომ გამოჩნდება ახალი კალენდარი, რომელიც არის Holidays in Romania. შესაბამისად, თუ რაიმე და სახელმწიფო დასვენების თარიღი უწევთ, აი ზუსტად 29-ში უწევთ ჰიმნის დღე. და შესაბამისად მათ ეკნებათ, მაგრამ იქვე თუ ჩავთავთ საქართველოს დასვენების დღეებსაც Holidays in Georgia, მაშინ ეს აგვისტო არა, ივლისია ბოდიში, მაშინ გადავალთ აგვისტოში და მაგალითად ჩვენ აგვისტოში დავინახავთ, რომ 28-ში გვაქვს მარიამობა. მოკლედ, თქვენ შეგიძლიათ ამატოთ ნებისმიერი ტიპის კალენდარი, მათ შორის ხარის ფაზების და ასე შემდეგ, სპორტის და სხვადასხვა მიმართულების კალენდრები, რომელიც შეგახსენებთ, ეს არის setting menu-ში, სადაც შემდეგ გადავდივართ add calendar და ვაძლევთ browse calendars. და სწორედ აი აქ გვაქვს ეს მოცემული ტიპის კალენდრები, რომელიც შეიძლება თქვენთვის იყოს საინტერესო. მათ შორის ფეხბურთის კალენდარი, როგორც ვიცი, საკმაოდ პოპულარული გახლავთ და შეგიძლიათ დაამატოთ ის. მოკლედ გისურვებთ წარმატებას თქვენი კალენდრის მართვაში. მე გიორგი ვერდატკიშვილი და არ გამოტოვეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები. მადლობა რომ ვიყურებთ. ნახვამდის.